ლიბანი, ერაყი, სირია, იემენი, ისრაელი. ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც ირანის პირდაპირი ან ირიბი ჩარევით დღემდე მძვინვარებს შეიარაღებული კონფლიქტები. ირანის პოლიტიკა ხშირად ხდება საერთაშორისო დებატების საგანი, ხოლო მისი მეგობრობა ჩინეთთან და რუსეთთან თავისი შინაარსით მომართულია საერთაშორისო წყობილების უფრო ავტორიტარულ რელსებზე გადაყვანისკენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ ჩვენ რეგიონში მოქმედი ძლიერი ძალების შესახებ და დღეს ვისაუბრებთ ზუსტად ამაზე. ჩვენი დღევანდელი პოდკასტის თემა არის ირანი. რა ინტერესები აქვს ირანს კავკასიაში? როგორი გავლენა შეიძლება იქონიოს ირანის ბირთვულმა პროგრამამ ჩვენ რეგიონზე და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრებთ დღეს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის საქართველოს ვიდეო პოდკასტში სახელწოდებით როგორ და რატო. დღეს ჩვენი სტუმარია ილიაუნის პროფესორი, აღმოსავლეთმცოდნე ბატონი გიორგი სანიკიძე, ხოლო პოდკასტს წავიყვან მე, ერეკლე შუბითიძე, სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის საქართველოს დირექტორი. ვიდრე დავიწყებთ, მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ სიმართლე გაცილებით უფრო რთულად ვრცელდება ვიდრე დეზინფორმაცია, ამიტომ ჩვენი პოდკასტის გავრცელებაში თქვენ გადამწყვეტი როლი გაქვთ. გთხოვთ მოიწონოთ და გააზიაროთ ჩვენი პოდკასტი და ასევე გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი, ანუ საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის სოციალური მედიის გვერდები, განსაკუთრებით YouTube გვერდი, რომელიც ძალიან დაგვეხმარება ჩვენ თქვენთვის უკეთესი კონტენტის მომზადებაში. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ვფიქრობ დავიწყოთ პირდაპირ საქართველოსთან ურთიერთობების მიმართულებით. ირანი ჩვენ რეგიონში ერთ-ერთი ძირითადი და დიდი მოთამაშე არის, თუმცა საქართველოში ხშირად არ ხდება ხოლმე ირანის პოლიტიკის, ირანის ყოფითი ცხოვრების ან თუნდაც გლობალური ან რეგიონული ინტერესების განხილვა. ამიტომ ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირ მაყურებელს აუხსნათ, რა ინტერესები აქვს ირანს საქართველოში და ზოგადად კავკასიის რეგიონში. მოგესალმებით, ბიოლოგში მადლობა მოწვევისთვის. ირანი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, საკმაოდ მნიშვნელოვანი რეგიონული და გლობალური შეიძლება ითქვას აქტორი არის. შეიძლება კავკასიას შეიძლება ასე ვთქვათ, რომ კავკასია არ არის, სამხრეთ კავკასიას გულისხმობუნებრივია, არ არის ყველაზე პირველი რეგიონი საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით ირანისთვის სპასეთის ყურე უფრო მნიშვნელოვანია ალბათ, მაგრამ გამორჩეულად მნიშვნელოვანი არის მაინც თუნდაც იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ მოსაზღვრე ქვეყნები არის ჩვენ აზერბაიჯანზე და სომხეთზე ცოტა ქვემოთ ვიტყვი, მაგრამ აზერბაიჯანი და სომხეთი მოსაზღვრე ქვეყნები არის, ხოლო საქართველოსაც შეეხება ჩვენ არ გვაქვს საერთო საზღვარი, თუმცა ისტორიულად და გეოპოლიტიკურადაც შეიძლება ჩვენ მეზობლებად ჩავითვალოთ ირანის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი, ამდენიმე მახასიათებელი შეიძლება გამოყოთ ირანისა, ეს არის გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული მდგომარეობა მგზაჯვარე დინზე, ეს არის ისო სახელმწიფოებრიობის ალბათ ყველაზე ხანგრძლივი ისტორია. ეს არის შიიზმი, რომელიც გამოყოფს ირანს დანარჩენი ისლამური სამყაროსგან და მეოთხე ფაქტორი ეს არის ნავთობის და ენერგომატარებლების ფაქტორი, ამით გამოირჩევა ეს ქვეყანა. სხვა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან შედარებით, სომხეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით ირან საქართველოს ურთიერთობა შეიძლება ითქვას, რომ არ არის განსაკუთრებით მჭიდრო. ადრე მე ასეთი ტერმინიც ვიხმარე ჩვენი ურთიერთობების დასახასიათებლად ირანთან, ცივი კეთილმეზობლური ურთიერთობები. ანუ თითქოს და ამ ქვეყანას პრინციპში დიდი პრობლემები არ აქვს ერთმანეთთან და ცდილობს ორივე მხარე, რომ ცდილობდა შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ დღევანდელი ვითარება საკმაოდ ბუნდოვანი არის და ვთქვათ ასე. გარკვეული ურთიერთობების ქონას და ირანი
ირანისთვის საქართველოსთვის რა თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, ეს არის პირველ რიგში სატრანზიტო გზები შავი ზღვისკენ, იმიტომ თურქეთის გზა გარკვეულწილად პრობლემური არის. მეოზე ეს ფაქტორი მნიშვნელოვანი ასევე რომ ირანის აქტივობა საქართველოს აზერბაიჯანული წარმომავლობის მოსახლეობაში ეს უპირველეს ყოვლისა რელიგიურ აქტივობას შეეხება. საქმე ის არის, რომ იგივე აზერბაიჯანში ირანი გარკვეულწილად შეზღუდული არის ამ თვალსაზრისით, საქართველოში უფრო ფართო, ასე ვთქვათ, ფართო შესაძლებლობები არის ირანისთვის და ირანელთათვის ტურიზმის თვალსაზრისით ძალიან მიმზიდველი არის საქართველო. როცა გარკვეულწილად ისტორიულ მეხსიერებაში ირანელთა ისტორიულ მეხსიერებაში საქართველო გამჯდარი არის რაღაცა, ასე ვთქვათ, ირანთან კავშირში მყოფად და ირანის ნაწილადაც კი, ასე რომ ვთქვათ, ეს ნახევარსიმართლე არის რეალურად და ასევე თბილისი არის ამ ისტორიულ წარმოსახვაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი, ამიტომ მიმზიდველია და მithomat ეს ვთქვათ, ლიბერალური გარემო ირანთან შედარებით ამ თვალსაზრისით გარკვეულ როლს ასრულებს. ეხლა ირანი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. პრობლემები არის ბუნებრივია, პრობლემები უპირველეს ყოვლისა უკავშირდება ირანის ზოგად პოლიტიკას, საგარეო პოლიტიკას, რომელიც პრინციპში საერთო აღიარებით ამოვარდნილია საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოებიდან, სანქციებს, რომელიც ძალიან მძიმე სანქციები აქვს დაკისრებული ირანს, სხვათა შორის რამდენიმე წლის წინ ორი ქართული კომპანია, ასევე სომხური კომპანიები დაისაჯა შეერთებული შტატების შესაბამისი უწყების მიერ იმის გამო, რომ გარკვეული კომერციული ურთიერთობები ჰქონდათ ირანთან, რაც სანქციებს აღღვევდა. ეს პრობლემა კიდევ ერთი პრობლემა, რაც ურთიერთობებში არის, ეს არის რუსეთის საკითხი. რუსეთ-ირანის ურთიერთობაზე შეიძლება ძალიან ცლად ვილაპარაკოთ. ვისაუბრებთ აუცილებლად. ვილაპარაკოთ, ეს პრობლემა არსებობს ამ ორ ქვეყნის ურთიერთობაში და მეორე მხრივ მიუძღეთ იგივე სავაჭრო ურთიერთობებს აზერბაიჯანთან და სომხეთთან შედარებით ბევრად უფრო ნაკლებად მასშტაბურია საქართველოს ურთიერთობები ირანთან. თუმცა ბოლო დროს იყო ესეთი ცოტა არაერთგვაროვანი რეაქციის გამომწვევი მოვლენები, შეეხება თქვათ ჩვენ პრემიერის ჩასვლას დაღუპული პრეზიდენტის გასვენებაში, სადაც მოუხდა იგივე ჰამასის ლიდერების გვერდით დგომა. ერთი კიდე ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ამის შემდეგ რაღაც განსაკუთრებული აქტივობები ორი მხარის შორის ჯეჯერობით არჩევს, ხვალ რა იქნება და შინ დახდება, მე ვერ გეტყვით, ბუნებრივია, ეს ცალკე საკითხი არის. ერთს მაინც ახსე გითქვათ, დღეს ძალიან ძნელია, ასე ვთქვათ, რაღაცა საქართველოს კურსზე ლაპარაკი ჩემი აზრით. აი ესეთი მოვლენა შემიძლია გავიხსენო, რომ შებადარო აზერბაიჯანთან და სომხეთთან ურთიერთობებს ირანისა. სოლეიმანი ასე ცნობილი გენერალი იყო, რომელიც ამერიკელებმა მოკლეს ერაყში, ვინაიდან მას თქვათ კავშირი ჰქონდა ტერორისტულ ძალებთან აღმოსავლეთში. სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც ოფიციალურ დონეზე
მიუსამძიმე და ეს მოვლენა ირანის ხელისუფლებას ეს ტრაგედია ხოლო საქართველოს მხრიდან იყო ძალიან თავშეკავებული რომ ამერიკელებმა უნდა დაიცვან საკუთარი ინტერესები და უნდა დაიცვან საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლეებთან მისამძიმრება არ იყო ეს იყო რამდენიმე ეს რომელ წელს იყო ეს იყო 2018 თუ 19 წელს თუ არ ვცდები ეს მოვლენა ძალიან სერიოზული ისეთი აჩვენება და მე იგივე თქვათ აზერბაიჯანსგან და სომხეთისგან განსხვავებით ალბათ საჭიროა თვითონ ეს ორი ქვეყანაც განვიხილოთ რა ურთიერთობები აქვს ირანს ეს ნაცვლად საინტერესო არის მრავალი წინააღმდეგობრივი მომენტი არის აქ განსხვავებით თქვათ იგივე ჩვენს სტრატეგიულ დოკუმენტში հասկացმულია სწრაფვა და ირანის დასავლეთისკენ და ეს არ არის ირანის ხსენება რეალურად აზერბაიჯანულ დოკუმენტში ნახსენები არის რომ ეს ისტორიული მეზობელი და ასე შემდგომ და კარგი ურთიერთობა საერთო კულტურა რაღაცა სომხეთის დოკუმენტი უფრო პროირანული არის ამ შემთხვევაში ეს ნახსენები თქო სტრატეგიულ რაღაცა კავშირებზე არ არის ლაპარაკი ახლა ვიცით რომ სომხეთის პოლიტიკას ძლიერი ცვლილება თუ სტრატეგიული პარტნიორობა არ აქვს ხო სომხს ირანთან იცით საერთოდ ეს ტერმინი სტრატეგიული პარტნიორობა საკმაოდ ისეთი როგორ გითხრათ ცოტა მოუქნელად მიმაჩნია იმიტომ რომ იგივე რუსეთი რომ ავიღოთ თქვა 2001 წელს გაჟღერდა ბაღალჩინოსნის სტრატეგიული პარტნიორები ვართ თუმცა ხან რას ნიშნავს ეს სტრატეგიული პარტნიორობა ბოლომდე უფრო დიპლომატიური ტერმინია ვიდრე რამე სხვა კი იყო ლაპარაკი ასეთ ღერძზე მოსკოვი ერევანი თეირანი თუმცა ესე ვთქვათ სიცოცხლის უნარიანია ან რეალური არის თუ არა ეს ღერძი კიდევ საკითხავია იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ ირანს და რუსეთს საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობები აქვს მათ შორის სამხედრო სფეროშიც სხვა არაფერი უკრაინის ომში რუსეთმა გამოიყენა ირანული წარმოების დრონები ამ ქვეყანასაც შორის არსებობს გარკვეული წინააღმდეგობები მაგალითად თქვათ იგივე კასპიის ზღვის საკითხთან დაკავშირებით 4 მონაპირე ქვეყანას სხვა პოზიცია, კიდევ სხვა პოზიცია და ეს გაყოფის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა რამდენიმე წლის წინ, კიდევ რატიფიცირებული არ არის ირანის პარლამენტის მიერ და არც იქნება ალბათ. რა გაყოფაზე არის საუბარი? იცით როგორ არის კასპიის ზღვის გაყოფის პრინციპი არის ასე ვთქვათ კონდომინიუმის პრინციპი. ესე იგი სხვა არის თუ ტბა. დავარქვათ ასე, ზღვის შემთხვევაში ასე ვთქვათ თანაბრად იყოფა. ტბის შემთხვევაში იყოფა სანაპირო ზოლის მიხედვით. სანაპირო ზოლის გაყოფის შემთხვევაში ირანს ყველაზე ნაკლები შეხვდა. მაგრამ საქმე ის არის, რომ ირანი უფრო ამ შემთხვევაში კასპიის ზღვის ფაქტორს უფრო სავაჭრო საკნად იყენებს რატომ რომ ირანის საკმარისი მეტი აქვს ნავთობი სპარსეთის ყურეში ანუ ახალი საბადოების მოძიება დამუშავება ეს ყველაფერი ძალიან ბევრ ინვესტიციას მოითხოვს რომლის საშუალება დღეს ირანს არ აქვს მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ პრეტენზიას გამოთქვამს და ვაჭრობს იგივე აზერბაიჯანთან არაპირებს უბრძოლულად დათმოს რა ასეთი სიტუაცია არის აქ ნუ საქართველოსა და ირანს შორის კიდე შემიძლია გავიხსენო ესეთი 2008 წელს იყო ინციდენტი იყო როდესაც ქართულმა მხარემ ირანელი გადასცა შეერთებულ შტატებს რომელიც საქართველოს ჩამოსული იყო რაღაცა ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული რაღაცის ასე გაჟღერდა ზუსტად
ხანამობდნენ თვითმფრინავების ელემენტებით ან ასეთი ცოტა გაუგებ ყოველ შემთხვევაში სანქციებს ექვემდებარებოდა კაცულმა მხარემ დააპატიმრა და გადასცეს ამერიკის შეერთებულ შტატებსაც ირანის ძალიან დიდი უკმაყოფილება მოხდა ბუნებრივია, თუმცა შემდეგ ესე ვთქვათ, ვერ ვიტყვი მე რომ ეს მჭიდრო ურთიერთობა ბუნებრივია მოხ ქვეყანას შორის, ჩვენ ქვეყანას შორის არ არსებობს, მაგრამ რაღაცა წინააღმდეგობებიც არ არსებობს და კიდევ ერთი მომენტი, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ირანის პოლიტიკაზე, იგივე სამხრეთ კავკასიაში კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს შეიძლება მოსაგასხო ირანი უპირობოდ აღიარებს რუსეთის პირველობას სამხრეთ კავკასიაში. ანუ გავლენის სფეროთ აღიარებს. ირანს ძალიან არ უნდა რომ თავაზი აქტორი აქ იყოს თურქეთი, გარე აქტორი აქ იყოს თურქეთი. მაგრამ ამასთანავე ირანმა თავი შეიკავა იგივე 2008 წლის საქართველოს ომის შემდეგ სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებისგან, თუმცა მოთხოვნა იყო რუსეთისგან ის. ირანი თავისთავად არის ტერიტორიულად, ასე როგორ ვთქვათ, დაკმაყოფილებული ქვეყანა და ეს წინააღმდეგია საზღვრების შეცვლისა და საზღვრებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები თუმცა ეს ოფიციალურ დონეზე არ ჟღერდება, მაგრამ არაოფიციალურ დონეზე და პარლამენტშიც გაჟღერებულა არსებობს ირანსა და აზერბაიჯანს შორის. აქაც ისტორიული მეხსიერებისა და ტერიტორიული იდენტიზმის პრობლემა საკმაოდ თვალსაჩინო არის და ვასკოთ ამ შემთხვევაში გასაკუთრებით აზერბაიჯანის მხრიდან. ძალიან საინტერესო რაღაც არის თქვენ ახსენეთ, რომ ირანი დაინტერესებულია საქართველოში ეთნიკური აზერბაიჯანელებით, რახან თვითონ აქვს შეზღუდული მოქმედება თვითონ აზერბაიჯანში. შეიძლება თუ არა ჩაითვალოს, რომ საქართველოს გავლით, ანუ საქართველოს მოსახლეობის ეთნიკური აზერბაიჯანელების გავლით ცდილობს გარკვეული გავლენები მოიპოვოს აზერბაიჯანზე, ან აზერბაიჯანში რაღაც თავისი გავლენების პატარა სფერო მაინც შექმნეს. ისეთ ასე არ არის რეალურად 90-იან წლებში საკუთრება როდესაც აზერბაიჯანი ძალიან სუსტად იყო და ღარიბი ირა საკმაოდ მყარი პოზიციები ჰქონდა. აქ ბევრი პარადოქსული მომენტი არის, აქ შესაძლოა შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ დღეს აზერბაიჯანი უკიდურესად სხუტავს ირანელთა მოქმედებას და რაც შეეხება საქართველოს აზერბაიჯანელებს აქ ასე ვთქვათ რაღაც კომპენსაციის სახესავით არის ეს ირანისთვის ახალგაზრდები იგზავნებიან იგივე ირანის რელიგიურ სასწავლებლებში განათლების მისაღებად ასე შემდეგ, მაგრამ მე ვერ ვიტყვი რომ ეს გარკვეულწილად აზერბაიჯანზე ზეწოლის საშუალება ან ამით თქვათ რაღაცა პოლიტიკურ სიტუაციას ცulis ირანი აქ აზერბაიჯანულ მოსახლეობაში უფრო სხვა მომენტი არის, აქ არის ისრაელის საშუალებაც ირანს არ აქვს აზერბაიჯანში ქიშპი თურქულ მხარესთან, ანუ ესე იგი თურქული მხარეც და დავარქვათ არასახელმწიფოებრივი ორგანიზაციები, არასამთავრობო, მაგრამ რეალურად მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფი ისევე როგორც ირანის შემთხვევაში ცდილობენ გარკვეული ჰუმანიტარული პროგრამებით, საგანმანათლებლო პროგრამებით ისლამის თავიანთ ვერსიაზე გადმოიღვანონ ეს მოსახლეობა, თუმცა მაინც ირანი აქტიურია, მაგრამ ჩემი აზრით მაინც ეს ეგავლენის თვალსაზრისით ამ მოსახლეობამ ნაწილში საქართველოს მოქალაქეებისა ის მაინც ვერ შეედრება ეგავლენის თვალსაზრისით თურქეთს.
საინტერესო. შეიძლება ვისაუბროთ მაგალითად, აი რუსეთი ძირითადად საქართველოში ერთ-ერთი გავლენის ასე ვთქვათ, ბერკეტი არის რბილი ძალა, ანუ უფინანსებს ხალხს სწავლას, მიყავს იქ, შემდეგ თავის იდეოლოგიაში ცდილობს რომ ჩართოს, იქაურობას აჩვენებს, ან ბევრი ქვეყანა იყენებს ამას თავის რბილი ძალის ელემენტად და ირანის რბილი ძალა საქართველოში გვხვდება თუ არა ზოგადად და ანუ რაში გამოიხატება? ეცეთ აი პრინციპში მე რაც თქვი ცირთად ამით გამოიხატება ირანს აქვს ახლა ირანი არის უმაღლესი უზარმაზარი კულტურის მატარებელი ქვეყანა რომელსაც შვედამდე შეეთხება ამ კულტურის ბუნებრივია ირანის ცდილობს საკუთარი კულტურის ასე ვთქვათ პროპაგანდას პროპაგაციას ასე ვთქვათ და ყოველი მოქმედებს კულტურის გაყოფილება საელჩოსთან, რომელიც პრაქტიკულად ცალკე ორგანიზაცია, ყოველი ციგნები აქვს სტუდენტების გაგზავნა, ვთქვათ, ირანში, იგივე დაფინანსება, ასეთი რაღაცა, მაგრამ ეს არის ხაზი, რომელიც პრინციპში მე ვერ ვიტყვი, რომ ეს რბილი ძალა სერიოზული პოლიტიკური შედეგების მომტანი არის საქართველოს რეალობაში ვერც იმას ვიტყვი რომ ასე ვთქვათ აზერბაიჯანულ მოსახლეობაში დომინირებს ვთქვათ ირანული კულტურა აქვს სხვა მომენტებიც არის ბუნებრივია მიზიდულობა აქვს ირანს როგორც კულტურული თვალსაზრისით კარგად იყენებს ეს ქვეყანა იგივე თანამედროვე კულტურა ნუ ვთქვათ იგივე ლიტერატურა თანამედროვე ან კინო ძალიან პოპულარულია მსოფლიოში და საქართველოშიც იცნობენ ამას ბუნებრივია მაგრამ აი ამ თვალსაზრისით რაღაცა ქვეყნის იმიჯის შეცვლა და იმიჯი არც თუ ისე კარგია დღეს მსოფლიოში აი რეჟიმის გამო ბუნებრივია რა თქმა უნდა ვერ ხდება გასაგებია. ჩვენ ვახსენეთ რუსეთთან ურთიერთობები და მივდივართ ზუსტად აქ კავკასიაზე როცა ვსაუბრობთ, ძალიან რთული არ ვისაუბროთ რუსეთის გავლენაზე, არ ვისაუბროთ თურქეთის გავლენაზე და რა თქმა უნდა ირანის გავლენაზე. რა დინამიკაში არის ამ სამი დიდი სახელმწიფოს გავლენები, განსაკუთრებით რუსეთის მიმართებით, რახან თვითონ რუსეთი და ირანი პოზიციონირებენ როგორც თქვით სტრატეგიული პარტნიორები სხვადასხვა სფეროში ძალიან აქტიურად მუშაობენ, აქ ჩინეთის ელემენტიც შემოდის, მაგრამ ან თვითონ რუსეთსა და ირანს შორის თვითონ რუსეთსა და ირანს შორის ასე ვიტყოდი რომ უღრუბლო არ არის ეს ურთიერთობები მეორე ირანის საზოგადოებაში ეს ძალიან საინტერესო ქვეყანაა იმ თვალსაზრისით რომ საკმაოდ ისეთი ძლიერი და კარგად ჩამოყალიბებული საშუალო კლასი ყავს განათლებული ასე ვთქვათ ნუ რაღაც საბჭოთა კავშირით არის ხელისუფლება ცალკე არსებობს და საზოგადოება ცალკე არსებობს საზოგადოების საჯარო სფერო სხვა ქცევის წესები არის სხვა არის აბსოლუტურად და შინაური გარემო აბსოლუტურად სხვა ხოლოს ჩვენთვის ნაცნობია ჩემთვის ჩემი ასაკის ადამიანისთვის ძალიან არაპოპულარულია საზოგადოებაში და ისიც კი რომ შეიძლება მიტინგები იმართება რუსეთის საელჩოს წინ რუსეთის საწინააღმდეგო ასე ვთქვათ რუსეთის საელჩო ჯაშუშების ბუდე ლოზუნგები აქვს და ასეთი რაღაცა ხელისუფლება ცდილობს იცით როგორ არის ირანს იმდენად ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის ძალიან ირანის შემთხვევაში ავიღოთ აი სამი დიდი ხალხი ახლო აღმოსავლეთის ახლა თურქები არაბები და ირანელები ნამდვილი არაბული სახელმწიფო არსებობს ხო რაღაც გასაგებული არაბული სოლიდარობა თავისთავად არსებობს ნამდვილი თურქული მოდგმის ხალხის სახელმწიფო არსებობს ირანი რაღაც ეულად დგას მხოლოდ ტაჯიკეთი შეიძლება ჩაითვალოს მის ასე ვთქვათ ეთნიკურ მოკავშირედ და ავღანეთის ნაწილი ესეთი ეული სახელმწიფო არის გარიყული არის ამ საერთაშორისო სისტემიდან და ბუნებრივად
ბუნებრივია ამ რუსეთთან კავშირიც და რუსეთის ლტოლვაც ირანისაკენ ბუნებრივია, თუმცა თუ თქვათ დიდ პოლიტიკას ავიღებთ იგივე ახლო აღმოსავლეთში, სირიაში მაგალითად ასადის ჩამოგდებამდეც არ იყო ასე ვთქვათ თამთხვევი ინტერესები ირანისა და რუსეთისა. კავკასიაში, როგორც აღნიშნე, ირანს მიაჩნია, რომ თურქეთი უფრო ასე ვთქვათ ახლო აღმოსავლეთში მოკიშპეთ არ იქნება, თუმცა ამ ქვეყანას შორის აბსოლუტურად ნორმალური ურთიერთობაა, მაგრამ ირანისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ასე ვთქვათ რუსეთის ლიდერობა რეგიონში თურქეთის საბრძოლეთ განსაკუთრებით ეს შეეხება აზერბაიჯანის შემთხვევას, თუმცა აზერბაიჯანი ცალკე შემთხვევა არის აქ ძალიან სერიოზული პრობლემები არსებობს ირანსა და აზერბაიჯანს შორის თითქოს ასე ვთქვათ პერიოდულად ხდება რაღაცა ერთობლივი პროექტების განხორციელება, რაღაცას ვიზიტების შეთანხმებები, მაგრამ პრობლემები რჩება. კასპიის ზღვის გარდა სხვა პრობლემებიც არსებობს. ქვეყანაში ეს იდენტური პრობლემა საკმაოდ სერიოზულია, იმიტომ რომ ირანის აზერბაიჯანი, მაგალითად მოსახლეობის თვალსაზრისით, ბევრად აღემატება კავკასიის აზერბაიჯანს. ხო, ეს მომენტი აზერბაიჯანელთა მომენტი, თუმცა ირანში სეპარატიზმის პრობლემა არ არის ისეთი მძაფრი, როგორც სხვა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, იგივე თურქეთში ქურთების საკითხი ბევრად უფრო მძაფრი არის, ვიდრე ან ქურთების ან აზერბაიჯანელების საკითხი ირანში, იმიტომ რომ იგივე აზერბაიჯანელები კი გამოსვლები ეხლაც იყო რაღაც გამოსვლები, მაგრამ ირანელი აზერბაიჯანელები ძალიან კარგად არიან ინტეგრირებული ამ სახელმწიფოში. სულიერი ლიდერიც თქვა ნახევრად აზერბაიჯანელია და აზერბაიჯან პროვინციებში ჩადის აზერბაიჯანულად მიმართავს მოსახლეობას, ეს რა თქმა უნდა მომგებიანი პოზიცია. რუსეთთან პრობლემები არსებობს, მაგრამ ასე ვთქვათ დაახლოებით მარტონი ერთად ასე დავახასიათოთ სიტუაციური მეგობრები უფრო არიან სიტუაციური მეგობრები არიან ჩემი აზრით, მაგრამ ირანის შემთხვევაში ძალიან ძნელია ლაპარაკი რაღაც რადიკალური ცვლილებების შესახებ თვითონ ქვეყნის პოლიტიკურ სახელმწიფო მოწყობის თვალსაზრისით. ირანში არ არის მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი უკმაყოფილება ამ ქვეყანაში, ირანში არ არის ვთქვათ ესეთი მყარი პოლიტიკური ოპოზიცია და საკუთრივ ქვეყანა ის უცნაური, აბსოლუტურად უცნაური პოლიტიკური წყობა აქ აბსოლუტურად გამოგონილი, რომელიც ძალიან დაშორებული არის რელიგიურ საფუძვლებს, თუმცა რელიგიურად არის მონაწილე ძალიან რთულია იფიქრო იმის შესახებ, რომ შეიძლება ეს ამ სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, მმართველობის სისტემა შეიცვალოს რაღაც ევოლუციური ძვრები დღეს, თუმცა ისიც მინდა გავიხსენო, რომ 1978 წელს, როდესაც ეს ევოლუცია დაიწყო, ყველას ეკონა პირველ რიგში ამერიკას ეკონა, რომ ყველა სტაბილური ქვეყანა იყო 77-დან 78 წელს, ახალ წელს პრეზიდენტი კარტერი ჩავიდა ირანში და შაჰთან ერთად დალია ირანის სადღეგრძელო როგორც სტაბილურობის კუნძული სამღელვარე ოკეანეში და ეს სტაბილურობის კუნძული ოსაფრთოში აფეთქდა. აი ზუსტად ეგეც ძალიან საინტერესო ამბავი არის, ანუ თვითონ ისლამური რევოლუციის თემა. ირანი მანამდე იყო დასავლურ ქვეყნებთან დაახლოებული, დასავლური სენტიმენტების მქონე ქვეყანა იყო. ამერიკის მოკავშირედაც კი ითვლებოდა გარკვეული პერიოდი და უცებ რადიკალური ცვლილება მოხდა. ანუ თუ შეგვიძლია ვისაუბროთ, რა იყო ირანი, ანუ რა იმედებს ამყარებდნენ ირანზე დასავლეთში და შემდეგ როგორ შეიცვალა ეს ყველაფერი. ეს ალბათ თავარი საკითხი არის, ზოგადად როგორ მოხდა ეს. დიახ. ეს ჩემი კოლეგის მასკავენ დაახლოებით ამდენი ხანი ვსწავლობ
ირანის რევოლუცია მოხდა ბოლომდე ვერ გავიკედა. ხო, ეხლა თუ გავყვებით ისტორიას, ირანი იყო პროდასავლური ქვეყანა. უაღრესად ავტორიტარული ქვეყანა, შაჰის ავტორიტარიზმზე დამყარებული. ამ ქვეყანას ისე ძლიერი რელიგიური გრძნობები მოსახლეობაში ყოველთვის ძლიერი იყო. მაგრამ გარკვეულთან ყაზახეთმა დინასტიამ განსაკუთრებით პირველმა შაჰმა მამამ ბოლო შაჰისა ესეთი დავარქვათ ასე ძალადობრივი სეკულარიზაცია მოახდინა ქვეყანას. ახლა დღევანდელი მინდა აბსურდად მოგეჩვენებათ, რომ მაგალითად აუგზალეს ქალებს ჩადრის დაღება თავის დროს 30-იან წლებში. დღეს აკრძალულია ჩადრის გარეშე. სიარული ხო. მოხდა ისე, რომ ირანს ძალიან დიდი შემოსავლები ქონდა. პირველი ირანი იყო პროქსი შეერთებული შტატების და ეს ნიქსონის დოქტრინა, რომ არა ამერიკა პირდაპირ ჩაებას გარკვეულ კონფლიქტებში სხვა რეგიონებში, არამედ პროქსიების საშუალებით მართოს. და შაჰს უწოდებდნენ ყურის ჟანდარმსაც, სპასეთის ყურის ჟანდარმსაც კი უწოდებდნენ. მეორე момენტი იყო ის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომ 73-75 წლის ნაწილობრივ ეს იყო ნავთობსების ზრდის ეპოქა, სასწაულისთვის ეპოქა, როდესაც არაბულმა ქვეყნებმა გამოუცხადეს ბოიკოტი, დასავლეთს არ ყიდნენ ნავთობს და ირანი ყიდა და უზარმაზარი შემოსავლები მიიღო. და შაჰის შეცდომა იყო ის, რომ ეს მთელი შემოსავლები მიმართა ირანის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებისკენ. წარმოიდგინეთ რაღაც ინგლისური ტანკები, ბრიტანული ტანკები შეისყიდეს, რომლებიც ჯერ კიდევ არ იყო ბრიტანეთის არმიის განკარგულებაში. უზარმაზარ და სოციალური პროგრამები, რასაც ეს უზარმაზარი შემოსავლები უნდა მოხმარებოდა, არ განხორციელდა. შემდეგ იყო ასე ვთქვათ, შემცირება შემოსავლებისა და ირანი თითქოს დაესწრა რევოლუციის წინ რა სიტუაცია იყო და ეს ახასიათებს ირანს ზოგადად მე-20 საუკუნის დასაწყისშიც იგივე ვითარება იყო. მემარცხენეთა საკმაოდ ფართო სპექტრი, ძალიან ძლიერი და რელიგიური ასე ვთქვათ, თემის რელიგიურ ლიდერთა საკმაოდ მყარი პოზიციები. და იყო რა მომენტი ამ შიზმს ახასიათებს ეს, რომ საშუალო და წვრილ ბურჟუაზიასთან შეზრდილია სასულიერო წოდება, ასე ვთქვათ, და სასულიერო წოდებას ძალიან დიდი შემოსავლები ჰქონდა. ძალიან დიდი შემოსავლები. რა მხრივ აქვს დიდი შემოსავლები? გაგიხსნათ, ესე იგი, იყო ასეთი იმამის მეათედი, მაგალითად უნდა ჩაერიცხათ პუნჩი მეწარმეებს და კომერსანტებს. ანუ გადასახადები და შემოდიოდა და თვითონ ეს, ასე ვთქვათ, ბაზარი, ნუ წარმოვიდგინეთ კოლმეუნეობის ბაზარი რაღაც, ბაზარი არის ფართო ცნება, უზარმაზარი ქალაქში ეს ბაზარი ერთ-ერთი შიიტური სამღვდელოების ერთ-ერთი საყრდენი იყო, შემოსავლებმა საშუალება მისცა სასულიერო წოდებას დაერაზმა მოსახლეობის გარკვეული ნაწილი. აქ ერთი მომენტი შეიძლება ახაც გავუსვათ, 60-იან წლებში რეფორმები გაატარა შაჰმა ისეთი, რომელსაც თითქოს უნდა აემაღლებინა სოფლის მოსახლეობის ცხოვრების დონე, მაგრამ რეალურად გამოიწვია სოფლის მოსახლეობის ქალაქებში მოდინება და ასე ვთქვათ, ბიდონვილების შექმნა სოფლის კონსერვატული ტრადიციონალისტი მოსახლეობის, რომელიც ეს უზარმაზარი მასა სოფლიდან გამოსული, აი სამღვდელოების დასაყრდენი გახდა შემდეგ ამ რევოლუციურ პროცესებში და სამღვდელოებას კიდევ აღმოჩნდა ქარიზმატული ლიდერი, რეალურად რომელიც სხვა მემარცხენეებს ახავდათ, ეს აიათოლა ხომეინი, რომელიც
ასე ვთქვათ, აიღო საბოლოო ჯამში ძალაუფლების სადავეების დავის ხელში, შაჰი იყო თან ძიმეთ ძალიან ავად, კინის ხელი, მისი კინის ხელი აღარ მოქმედებდა და საბოლოო ჯამში მივიღებთ უნიკალური შეთანხმება, ხო? ირანის ისლამური რესპუბლიკა, ისლამური თქვათ აღმოსავლური რელიგიური კონოტაციით, ხო, რესპუბლიკა დასავლური ცნება. ერთად მივიღეთ ასეთი უცნაური ნება და რა თქმა უნდა მოვიდა თუ არა ეს ისლამისტები, მოვიდნენ თუ არა ხელისუფლებაში, მთლიანად გაანადგურეს არამედ მონარქისტები. არამედ რევოლუციაში ჩართული სხვადასხვა ტიპის მემარცხენეები. მთლიანად გაანადგურეს ძალიან დიდი დიასპორა გაჩნდა ამის შემდეგ ირანული დასავლურ ქვეყნებში და ეს განსხვავდება საკმაოდ ინტელექტუალური დიასპორა, ვთქვათ, ეს არ არის გასტარბაიტერები. ძალიან ასე ვთქვათ, ხელოვანი ლიტერატურის პოლიტიკოსებიც ასე შემდეგ, თუმცა ერთიანი პოლიტიკური და კმედითი პოლიტიკური ოპოზიცია დიასპორამ ვერ შექმნა. ისევე როგორც მიზეზთა გამო ქვეყნის შიგნით ვერ იქნება რეალური ოპოზიცია. იტანს პოლიტიკური სისტემა ოპოზიციას თუ დევნა მიდის ჩვეულებრივ? დევნა მიდის, მაგალითს კეთვით, როგორი ტიპის მოწყობა არის ეს ქვეყანა. მაგალითად, საპრეზიდენტო არჩევნები. სპეციალურმა კომისიამ უნდა განსაზღვროს შესაბამება თუ არა ესა თუ ის კანდიდატი ასე ვთქვათ, იმ ქვეყნის მოწყობის მოდელს ერგება თუ არა. ხდება ისე, რომ მოდიან აი ამ შემთხვევაშიც რეფორმატორი კანდიდატები ხდებიან პრეზიდენტებად, იყო 2-3 შემთხვევა ასეთი. თუმცა პრობლემა ის არის, რომ ჩვეულებრივი არჩევნები ტარდება ყველა დონეზე. პრეზიდენტი არის, პარლამენტი არის, მაგრამ პრეზიდენტზე მაღლა დგას სულიერი ლიდერი. რომელიც პრინციპში აიჩევა ძალიან ვიწრო წრის მიერ სასულიერო პირების, უმაღლეს სასულიერო პირების ძალიან ვიწრო წრის მიერ და რომელიც ასწავლე აკონტროლებს ყველა ძალოვან სტრუქტურას. ამიტომ პრეზიდენტის უფლება ძალიან შესაძლოა იქ არის, სადაც ძალოვანი პარლამენტი რაც უნდა რეფორმატორული იყოს, თქვათ. იღებს რაღაც კანონს, ეს კანონი გადაიცემა რაღაც საბჭოს, რომელიც ამოწმებს რამდენად შესაბამისია ისლამური ნორმების, ანუ ამოწმებს იმას, რამდენად რამე პრობლემა ხო შეიქმნება ქვეყნის აი ამ წყობას. თავისთავად გამოგონილი სისტემაა, ბუნებრივი ეს ისლამში არ არსებობდა მსგავსი სისტემა და ასე რაღაც დასავლური მოდელის შეწყმა გამოგონილ ისლამურ მოდელთან. ძალიან საინტერესოა. ცვლილებების შემდეგ, ანუ რევოლუციის შემდეგ ირანს მალევე მოუწია კონფლიქტში ჩართვა. თუ არ ვცდები, ერაყსა და ირანს შორის დაიწყო პირდაპირ ომი, რამდენიმე წელი იყო რევოლუციიდან, რაზეც ძალიან ბევრი სამხედრო ექსპერტი ამბობს, რომ რამაც ძალიან დიდი გავლენა იქონია თვითონ ირანის სამხედრო დოქტრინაზე და იმაზე დღეს როგორ იქცევა მსოფლიოში და რა გავლენა იქონია ამ გავლენაზე მე ვერ ვიტყვი, მაგრამ აი რამდენიმე მომენტს მაინც აღვნიშნავ აქ. პირველი ომმა რეალურად შეუწყო ხელი ამ რეჟიმის კონსოლიდაციას. ერთი. მეორე ისო აგრესორი ამ შემთხვევაში იყო ერაყი, სადამ ჰუსეინის ერაყი, რომელმაც მდინარე შატ არაბის მიმდებარე ტერიტორიაზე არის ბევრი ნავთობი და თქვათ ეს გაყოფა საზღვრისა ერაყს მიაჩნდა არასწორად. და თქვათ თითქოს ისარგებლა სიტუაციით და თავს დაესხა მომენტში. მაგრამ ირანს გითხრათ სამჯერ შეიძლება 4ჯერაც უფრო დიდი ქვეყანაა ვიდრე ერაყი მოსახლეობის თვალსაზრისით, ამიტომ ომში შეიქმნა ჩიხური სიტუაცია. მეორე მომენტი რა იყო ის რომ სადამ ჰუსეინი ასე ვთქვათ ასე გარიყული 80-იან წლებში დასაწყისში განსაკუთრებით არ იყო სოფლიო ასე ვთქვათ საზოგადოებისგან და არ ითვლებოდა ვთქვათ ირანა და რაღაცა ასე ვთქვათ ტერორისტად და ასე შემდეგ. ამერიკაც და
რაც უნდა გასაკვირი იყოს, საბჭოთა კავშირიც უფრო მხარს უჭერდნენ სადამ ჰუსეინს, მაგრამ ამასთანავე მოხდა ისე, რომ გარკვეული თანამშრომლობა ირან ამერიკას შორისაც არსებობდა, ეს ძალიან ცნობილი ისრაელის შუამავლობით, ძალიან ცნობილია ირან გეიტის სახელწოდებით ეს რაღაცა დეტალების მიყიდვაზე იყო საკითხი თვითმფრინავებისთვის და ირანის წინააღმდეგ. ხო, ну, ისრაელის იდეა იყო, რომ ისრაელს არ აწყობდა ასეთი ქვეყანა გამოსულიყო ძლიერი. გამარჯვებული ამ ომიდან. ომი პრინციპში 8 წელი ძალიან სისხლიანი ომი იყო, ძალიან დიდი მსხვერპლი მოიტანა ამან და ირანის ლოზუნგი იყო მაგალითად, ესე ქვია, ბაღდადის გავლით იერუსალიმისკენ. ერახს თავის ლოზუნგი ჰქონდა ასე შემდეგ. შემდეგ მოხდა ისე, რომ ერაყი გახდა მთავარი, ასე ვთქვათ, პრობლემა ახლო აღმოსავლეთში უცებ ქურიჩის შეჭრის შემდეგ და ზავით დაიდო ირანსა და ერაყს შორის ომამდელი ეს ვითარება რეალურად აღდგა გამარჯვებული პრინციპში აცეთი არ გამოვიდა, მაგრამ ამ ომმა გარკვეული პირველი რეჟიმის კონსოლიდაცია და ირანს გაუჩინა ასევე მიუხედავად ამ ირან გეიტის ისტორია გარიყულობის გრძნობა. ჩვენ მარტონი ვართ სისტემაში რეალური მოკავშირეები აქვს და დაიწყო აი მის შემდეგ იყო თავიდანვე ირანს ჰქონდა ამ ახალ რეჟიმს ასეთი იდეა утопიური აბსოლუტურად ისლამური რევოლუციის ექსპორტის იდეა. ანუ იდეა რა იყო, რომ სუნიტური შიიტური მნიშვნელობა აქვს ჩვენ მუსლიმებად ყველა. აი ირანში რაც პოლიტიკური სისტემა არსებობს, როგორც სახელმწიფო მოწყობა, ესე იგი რელიგიას დამყარებული სახელმწიფო. აი ეს უნდა იყოს მთელი ახლო აღმოსავლეთი და მთელი ისლამური სამყარო და აი მისი რეალური მცდელობა, რაც გამოვლე ერთად ასე ვთქვათ, და ვთქვათ წარმატებული პროექტი, რაც განახორციელა ირანმა, ის ხო ჰეზბოლაჰის შექმნა ერაყში შიიტური ერაყში მეტყვი ლიბანის მნიშვნელოვანი ნაწილი მოსახლეობის შიიტია და ასევე შემდეგ ლაპარაკი დაიწყო იგი წოდებული შიიტური კალის შესახებ, საათლის კალის შესახებ, ოსის უნდა შესულიყო ასე ვთქვათ, მოიაზრებოდა ასე ვთქვათ, ლიბანი, სირია, ერაყი, ირანი, ქვემოთ კიდე ალბათ ბაჰრეინის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი შიიტია, თუმცა ხელისუფლება ასე მართული დინასტია სუნიტია და შემდეგ იემენი, თუმცა ესეც აღარ გამოგონილი ესე ხო, იმიტომ რომ აქ რეალურად რელიგიაზე დაფუძნებული სოლიდარობა ნაკლებად არის გამომდინარე იქიდან რომ თქვათ სირიის ყოფილი ასე ვთქვათ მართველი ძალა ალავიტები კი ვთქვათ ითვლება შიიტურ მიმდინარეობად, მაგრამ იმდენი ნატურა დაშვებული შიიზმისგან, როგორც სუნიზმისგან და ასე ვთქვათ შიიტური ორთოდოქსული თვალთახედვიდან ისინი წვალებლები არიან. თუ რეალურად არის ის, რომ ირანი გარკვეულწილად ასე ვთქვათ ეული ქვეყანა არის, მათ არც ბუნებრივი მოკავშირეები ხავს და არც მყარი, მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა შეიძლება რუსეთზე ვისაუბროთ, მაგრამ აქაც რაღაცა კითხვის ნიშნები არსებობს, სერიოზული კითხვის ნიშნები და სხვა თუ არაფერი რო წარმოვიდგინოთ, ირანი რომ გაიხსნას, გარკვეული ლიბერალიზაცია მოხდეს და სანქციები მოეხსნას, პირველი მეტოქე გახდება რუსეთის. იმიტომ რომ ენერგომატარებლების თვალსაზრისით და ენერგომატარებლების გადაზიდვის თვალსაზრისით უზარმაზარი შესაძლებლობები აქვს ამ ქვეყანას. ჩინეთი ჩაება აი ახლო აღმოსავლეთის თამაშში ერთი საათლის რაღაც კონცეფციიდან გამომდინარე დიდი ინვესტიციებს წარმოუდგენლად დიდ 40 მილიარდიან ინვესტიციებს აპირებს საპორტო განსაკუთრებით საპორტო ადგილებში, სუსპირა ადგილებში ირანისა, თუმცა აქაც ჯერჯერობით ჩინეთი ისეთ ქვეყანაა, რომ როგორ გითხრათ, ფრთხილი. კი. და კიდევ იყო ძალიან ცნობილი პროექტი ირან-რუსეთის ურთიერთობებზე და
რაც პრობლემური გახდა, ეს იყო ძალიან დიდი თანხები ჩაიდო ამაში, ეგრეთ წოდებული ჩრდილოეთ სამხრეთის კორიდორი. რომელიც ინდოეთიდან გადიოდა ირანზე, შემდეგ აზერბაიჯანზე, შემდეგ რუსეთზე და რუსეთიდან ევროპაში. ეს ბევრად უფრო ამცირებდა გზას ინდოეთიდან ევროპისკენ და დიდი მოგებას ელოდნენ ამ პროექტით. და ასევე ამ პროექტით განსაკუთრებით შემცირდებოდა იგივე საქართველოს ტრანზიტული მნიშვნელობაც, მაგრამ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ეს აგრესია განახორციელა რუსეთმა მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი თანხები არის ჩადებული ამ პროექტში, დღეს ამაზე ლაპარაკი არ არის ახლა იგივე ინდოეთი რომ საბოლოო პუნქტი დღეს ამ გზის რეალურად ხდება რუსეთი ხო? იმის იქით ეს ევროპას აღარ უნდა რუსეთიდან არის მიღება და არც მიიღებს ხო? ზედ ახლა რუსეთთან, მხოლოდ რუსეთთან ვაჭრობა მოგებიან ვერ იქნება ხო? არის ასე იდეები ხალხმა გზა ან კაია საქართველოსზე ან აზერბაიჯანის გზით ამ კორიდორმა ტელეფონმა ან სომხეთის გზის თუმცა ესეც დიდ ინვესტიციებს მოითხოვს და მესამე პრობლემა, მესამე კი არა, ერთი აუცილებლად უნდა გამოყო ეს საკითხი, რადგან ეს საქართველოსაც მეტნაკლებად ეხება ზანგეზურის კორიდორის საკითხი, ვინაიდან ეს არის უკიდურესად, როგორ გითხრათ, არახელსაყრელი ირანისთვის. თუ ეს გაიხსნეს ტელეფონი, რატომ ირანი დღეს არის ერთადერთი დამაკავშირებელი აზერბაიჯანისა თავის ექსკლავთან ნახჭევანთან. აი მზის გახსნის შემთხვევაში ირანის ეს ფუნქცია, ტრანზიტული ფუნქცია და ასევე აზერბაიჯანზე ზეწოლის ფუნქცია დაიკარგება და ვინც ირანი ასევე გაზის ბუნებრივი ნახჭევანს ირანი აწვდის, ასევე ეს ფუნქციაც შეიძლება მომავალში დაიკარგოს. ამიტომ ძალიან ასე თქვათ უარყოფითი განწყობა არის ამ პროექტის მიმართ და საქართველოს თვალსაზრისითაც საქართველოსშიც ასე თქვათ ეს გზა გარკვეულწილად ჩვენ ფუნქციას შეასრულებს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოხერხდება ასე ვთქვათ, თურქეთი ნახევარჭევანის გზით, თურქეთისა და აზერბაიჯანის დაკავშირებაც, რაღაც თვითონ ტექნიკური პრობლემები არის უფრო. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ირანი პრაქტიკულად თავის თავს ხედავს და თითქმის მოკავშირეების გარეშე არის. საინტერესოა თანამედროვე საერთაშორისო გარემოში არ არის მარტივი გადარჩე მოკავშირეებისა და მეგობრების გარეშე. ანუ რა გლობალური სტრატეგია აქვს არჩეული ირანს, როგორც ცდილობს ის, რომ გავლენები შეინარჩუნოს, გაზარდოს თავისი შესაძლებლობები და სამხედრო თვალსაზრისით განსაკუთრებით. აი ეხლაც ბოლო პერიოდში ტრამპის არჩევნების შემდეგ თუ არ ვცდები წერილი გააგზავნა ტრამპმა ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით და მის ამ წერილს მოყვა განცხადება მისი წარმომადგენლისგან, რომ თუ ვერ მოხერხდება მოლაპარაკება, მაშინ ეს იქნება ძალიან ცუდი მთელი მსოფლიოსთვის, რაც არის მინიშნება იმაზე, რომ შეიძლება სამხედრო ინტერვენცია იყოს და როდესაც მეგობრები არ ყავს, მნიშვნელოვანია რაღაც სამხედრო უსაფრთხოებაზე იფიქრო. ანუ რას აკეთებს ირანი ამ მიმართულებით? პრინციპში მე ნაკლებად სავარაუდო მგონია, რომ ასე ვთქვათ, მოკლედ და საშუალოვადია პერსპექტივაში, თუმცა ვინც რეაქციები ხდება ამ სოფლიოში. ეს თქვა რაღაცა სამხედრო ოპერაცია ჩატარდეს ირანის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ გაამკაცრა სანქციები ირანის წინააღმდეგ, ეს ქვეყანა ძალიან დიდი ხანია მიეჩვია სანქციების პირობებში ცხოვრებას. თუმცა ცხოვრების დონე საკმაოდ დაეცა. მეორე რა გლობალური სტრატეგია აქვს ძალიან ასე ვთქვათ შეზღუდული არის ირანი ამ თვალსაზრისით, იხედება აფრიკისკენ, რომელიც არაფერს მომცემია, იხედება შორეული აღმოსავლეთისკენ, განსაკუთრებით ჩინეთისკენ, რომელიც რეალურად ძლიერი პარტნიორი შეიძლება იყოს, მაგრამ ჩინეთი, ასე ვთქვათ,
ეკონომიკური კუთხით არის დაინტერესებული, ბუნებრივია და ასე ვთქვათ, რაღაცა სამხედრო ავანტიურაში არ ჩაერთვება ირანის გულისთვის, რუსეთს არ შეეხება, აი თითქოს და ერთადერთი ვინც სტრატეგიულ გარემოში ირანისთვის მისაღე პარტნიორად რჩება რუსეთია, მაგრამ მაინც რაღაცა დენი ნიუანსი აქვს, რომ გარიგებით ქორწინება კი დროებითი ქორწინების შიზმში არის ასეთი ცნება დროებითი ქორწინება. ანუ შეიძლება და კაცი შეუულდნენ, მაგალითად ერთი თვით ხელშეკრულება დადო. ამას ეს ახლა დროებით ქორწინებას ხშირად წააგავს. სწორედ ირანში ისტორიულ მეხსიერებაში რუსეთი ძალიან უარყოფითი პერსონაჟი არის, ძალიან უარყოფითი ნეგატიური კუთხით არის აღქმული. თქვათ იგივე სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილს ირანულად მიიჩნევდნენ და ეს რუსეთმა წაგვართვა ასეთი ესეც არის. ამიტომ გლობალური თვალსაზრისით დიდი შესაძლებლობები ირანს არ აქვს, შეეხება ბირთვულ პროგრამას თითქოს მიღწეული იყო გარკვეული შეთანხმება, რომ ობამას დროს ეს შეთანხმება, რომელიც შემდეგ თითქოს მცდელობა იყო ბაიდენის დროს აღმდგარი იყო, მაგრამ რეალურად გასაკუთრებით ტრამპის ასე ვთქვათ რადიკალურმა ნაბიჯებმა, მაგრამ გარკვეულწილად გასაგებმა ნაბიჯებმა იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან რთულია მექანიზმების შემუშავება, პრაქტიკულად შეუძლებელი ისეთ მექანიზმების შემუშავება, რომელსაც გააკონტროლებს ამ ბირთვულ პროგრამას. აი აქედან მოსავალია. ირანის პოზიცია არის, რომ მე ვაკეთებდი ატომური აში მჭირდება, ეს ბირთვული ის მჭირდება ენერგია ელექტროსადგურებს. ბუნებრივია, ეს ყველაზე მდიდარი რუსეთის შემდეგ ყველაზე მდიდარი ქვეყანა და როგორ შეიძლება. მაგრამ ესეთი ის არის. ობამას დროს მიღწეული შეთანხმება, რომელმაც რამდენიმე თვე გაძლო თუ არ ვწდები. რას მოიცავდა? ანუ რა ვალდებულება ჰქონდა იცით რას ტექნიკურ ნიუანსებში თუნდაც მე შესაძლოა თული არის აქ ეს, მაგრამ ვალდებულება ჰქონდა ასეთი, რომ ეს ურანის გამდიდრების პროცესი უნდა ყოფილიყო უკიდურესად ნელი იმ თვალსაზრისით, რომ თქვათ ატომური იარაღის შექმნისთვის, თქვათ აწლეულები ანუ არეგულირებდა იმ ტემპს, რა ტემპითაც შეიძლებოდა. აი ეს გამდიდრება რა ტემპითაც დასაშვები იყო. ირანის პოზიცია მეორე მხრივ ისიც არის, რომ ახლა სამეზობლოში ბირთვული სახელმწიფოები პაკისტანი და ინდოეთი, ასევე ისრაელი, რომელიც არ აღიარებს ბირთვული იარაღიას, მაგრამ მე რატოღარ უნდა გქონდეს ასეთი ის, მაგრამ ატომური შეიძლება გქონდეს ისეთ სახელმწიფოს, რომელიც არ არის ამოვარდნილი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებიდან. თუმცა დღეს არის ისეთი სახელმწიფოები, რომლებიც ამოვარდნილია, ხო? კი ბატონო. და საინტერესოა თვითონ ბირთვული იარაღის თემა რო გავაგრძელოთ, ვის ინტერესებში შედიოდა საბოლოო ჯამში ამ შეთანხმების გაუქმება. იმიტომ რომ თითქოს ორივე მხარე იმ პერიოდში როცა დაიდო ხელშეკრულება კმაყოფილი იყო ამით. კი, ესე იგი რაღაცა ამას ეძახდა ღირსეულ შეთანხმებასთან. ანუ ირანული მხარე ეს აწყდებოდა ბირთვული პროგრამა და დასავლეთი მიიჩნევდა, რომ ესე იგი ისეთი ხელშეკრულება დაიდო, რომელიც საშუალებას არ მისცემდა ირანს ასე ვთქვათ, რაღაცა რამდენიმე წელიწადში მიეღო ატომური ბომბი. ხო, აი ასეთი ამან გამოიწვია ეს კმაყოფილება, მაგრამ გავიმეორებ, ტრამპის პოზიცია ეს იყო, რომ შეუძლებელია გაკონტროლება. როგორც
ამდიდრებენ, რა დონეზე ამდიდრებენ, რაც არ უნდა თქვათ, ისინი ინსპექტორები ჩავიდნენ იქ, რაღაცას აჩვენებენ, რაღაცას არ აჩვენებენ. აი ამ პრინციპიდან გამოდიოდა. გასაგებია. და როგორ შეიცვალა მას შემდეგ ირანის ბირთვული პროგრამა? ირანის ბირთვული პროგრამა თვითონ ირანის განცხადებით ინტენსიური გახდა უფრო. ანუ პირდაპირ დააღიარეს, რომ ჩვენ ბირთვული იარაღს ვაკეთებთ. ესე იგი, იცით როგორ არის, ბირთვულ პროგრამას იძახიან, მაგრამ ვთქვით, ისრაელს არ აღიარებს. ხო, გასაგებია. დაახლოებით. და ეხლა რომ მიდის მოლაპარაკებები, შეგვიძლია, ანუ რამე პროგნოზი გავაკეთოთ, სად შეიძლება რომ წავიდეს? ხანმოკლევადი პერსპექტივაში მე არ მიჩვენება, რომ რაღაცა გაგვევა მოხდეს ირანის საკითხთან დაკავშირებით. ახლა პრინციპში ირანის მნიშვნელოვანი არის გარკვეულ საკითხებში უკან დახევა. ირანს მოუტანს დიდ დივიდენდებს. სანქციების მოხსნა უზარმაზარი შვება იქნება ამ ქვეყნისთვის, რომელიც პოტენციურად მსოფლიოში ერთ-ერთი მოლაპარაკების მაგიდაზე დგას სანქციების მოხსნა ირანისთვის. სანქციების მოხსნა ასე მარტივად ადადგება იგივე რაღაცა პრინციპები უნდა იყოს, რომ დღეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოროტების ღერძის მთავარ შემადგენელ ნაწილად თვლის სპარტამპი, ირანს მე არ მგონია, რომ რაღაცა სერიოზული გარღვევა მოხდეს ირანთან მიმართებაში. თუმცა არაპროგნოზირებადობა ჩვენ დღევანდელ პოლიტიკაში აღმოსავლეთის გინდა დასავლეთის გინდა ყველაფერს ვხედავთ, ხო? ბატონო, ეს არაპროგნოზირებადობის თემა რო გავაგრძელოთ. მას შემდეგ რაც ტრამპი გახდა ამერიკის პრეზიდენტი, ბევრმა ქვეყანამ დაიწყო კულუარებში, ექსპერტულ წრეებში საუბარი ბირთვული იარაღის შესაძლებლობების განვითარებაზე. ევროპამ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ შეიძლება გერმანიაში ფრანგული ბირთვული იარაღი განთავსდეს, ანუ საფრანგეთმა დაფაროს ევროპის ბირთვული საჭიროებები და ასე შემდეგ. იმის ფონზე, რომ სოფლიოში უკვე აქტიურად საუბრობენ ქვეყნები საკუთარი უსაფრთხოებისთვის ბირთვული იარაღის შექმნაზე. რამდენად რეალურია, რომ ირანმა რაღაცა მოლაპარაკებების საფუძველზე უარი თქვას ამ იარაღის შექმნაზე და რამდენად ეხმარება ეს ირანს, რომ დააჩქაროს ეს მე ვერ გეტყვით ეს როგორ მოხდება ერთადერთი რაც არის ახლა ბირთვული იარაღზე უდესლაბად ყოველთვის იყო შეკავების ფაქტორი, ხო ეს ნუ მე ბირთვული იარაღის სახელმწიფოს ვერ დავესწრებით თავს. დღეს სულად გაუგებარ ვითარებაში ვართ ისევ და ევროპაც ამოდის დასავლეთ ევროპა იმ პრინციპიდან ამოდის, რომ შეკავების ფაქტორი თუ მთლიანად ეს ევროკავშირი ასე დაცული იქნება. ბირთვული იარაღი შეკავების ფაქტორი იქნება. ხა ირანის შემთხვევაში ირანზე მე ძალიან რთული ემაზე ლაპარაკი, ვინ შეიძლება გახდეს ირანის სამიზნე, ვთქვათ, ხო? სერიოზული წინააღმდეგობები არის საუდის არაბეთსა და ირანს შორის. აქ ერთი მომენტი, რაც ირანის ბირთვულ პროგრამას წარმატების შემთხვევაში იმ წუთში დაიწყებს საუდის არაბეთი ამათლებ ნაბიჯებს გადადგამს და ვიცით რომ საუდის არაბეთს უზარმაზარი შესაძლებლობები აქვს, ხო? პრინციპში არაბული სამყაროს იმდენი გახდა, მაშინ ეგვიპტე ჩაანაცვლა რეალურად, ხო? ეს მომენტები ბუნებრივია არსებობს, თუმცა შეკავების მომენტი რამდენად მუშაობს ირანის შემთხვევაში, ესეც ის არის, თუმცა მე ვერ ვხედავ, რომ აი რაღაც კონკრეტული ისეთი მტერი ყავს ირანს, რომელსაც შეიძლება დაარტყოს, თქო, ისაც ვერ დაარტყავს რეალურად. და შოდეს აი სერიოზულ საკითხამდე სერიოზულ დაპირისპირებამდე როდესაც მიდის საქმე უკვე ირანი გარკვეულწილად მაინც უკანიხებს თორსა შეიძლება პროქსიები გამოიყენოს მაგრამ უშუალო ჩართვას მაინც ცდილობს რომ თავი აარიდოს უშუალო ჩართვას იგივე ვთქვათ იემენის შემთხვევაში ვთქვათ იგივე პალესტინის შემთხვევაშიც გარკვეულწილად იგივე დაფინანსება კი ბატონო მაგრამ თვითონ რუსეთი და ჩინეთი როგორ უყურებს ირანის ბირთვულ პროგრამას? ჩინეთი საკმაოდ ჩინეთი არის პრაგმატულად.
კაფე პოზიცია. რუსეთის პოზიცია არის ასეთი ვაჭრობს. ეს კი ირანს ევაჭრება ეს ბოლო ხანებში არ მომხდარა, მაგრამ 100 წლის მანძილზე მიმდინარეობდა ესო ირან ვაჭრობს მე შენ ხას დაგიჭერ თქვათ გაეროს უშიშროების საბჭოში, მაგრამ სამაგიეროდ ას მივიღებ. ანუ აი ასეთი პოზიცია ქონდა და აი ესეც არის რაღაცა ირანის უნდობლობის ხელისუფლების დონეზე ირანის უნდობლობის გაკვეული სახის უნდობლობის განმაპირობებელი რუსეთთან მიმართებაში და ყოველთვის რუსეთი როგორც თვითონ აწყობს არა როგორც მის მოკავშირეს აწყობს არამედ საკუთარ სათავისოდ ირენებს მის ინტერესებს თქვათ არ ითვალისწინებს დიდად არის ვარაუდი რომ რუსეთი ეხმარება ირანს ბირთვული შესაძლებლობების განვითარებაში ეს თული საკითხი არის მაგრამ არ არის გამორიცხული იმიტომ რომ თქვათ იყო ერთი იდეაც იყო რუსეთს ქონდა რომ გადმოვიტანოთო თავის დროზე შეთანხმების საკითხი და გავამდიდოთო ირანული ურანი ჩემ ტერიტორიაზე გავამდიდოთო რა თქმა უნდა ეს რაღაცები არ ხდება სპეციალისტების თვალსაზრისით რამდენად ჩართული არის მაგრამ დიდი სავარაუდოა რომ თუ ოფიციალურ დონეზე არა არაოფიციალურ დონეზე მაინც სამხედრო დახმარების სანაცვლოდ უკრაინაში შეიძლებოდა რაღაცები ხო ეს უკრაინამდეც ხო თული საკითხი არის ეს იმიტომ რომ საკმაოდ ძნელია ამ თვალსაზრისით ინფორმაციის მოპოვება. ირანის გლობალური სტრატეგიის თემა რო გავაგრძელოთ, შეიძლება თუ არა ნაწილობრივ შევეხეთ ამას. შეიძლება თუ არა ჩაითვალოს, რომ ირანის წარმატებული ბირთვული პროგრამა რაღაც მხრივ ამან შეიძლება გამოიწვიოს ახლო აღმოსავლეთში, ან დიდ არაბულ ქვეყნებში ბირთვული იარაღის, ასე ვთქვათ, შეჯიბრების გამოცხადება, რომ როგორც თქვი საუდის არაბეთი აუცილებლად იქნება. ირანი კიდევ ერთ მომენტს იყენებს აი მესამე სამყაროსეულ თქვათ ევოლუციურ სლოგანებს ასეთი ძაღლი პერიოდი სახელმწიფოს მეთაური სულიერი ლიდერი ყველა წელს აწერდა ხელს ასე ჩაგვრელებზე გამარჯვების იმედით ამით ამთავრდება ასე ადრესი კოლონიზებული ხალხების დაჩაგრული ხალხების დამცველის იმიჯი უნდა ირანს ძალიან ჰქონდეს ასე ვთქვათ იგივე აფრიკაზე ახსენებ შემთხვევაშიც და ასეთი დამოკიდებულებები და ამიტომ გლობალურ პოლიტიკაში ირანი მაინც ასე ვთქვათ ესეთი აქტიური მოთამაშე და შეიძლება ჩაეწოს თუმცა აი რაღაცა მომენტებს თავის სასარგებლოდ ცდილობს რომ გამოიყენოს საინტერესოა რომ ირანი ხშირ შემთხვევაში როდესაც აი ჩვენ საქართველოში განიხილება ხოლმე ეს არის ისრაელში ღაზას სექტორში განვითარებულ მოვლენებში მის რაწვი მიუძღვის იემენში ლიბანში და ასე შემდეგ ეს არის მისი სამხედრო პოლიტიკური მიზნები თუ რის მიღწევას ცდილობს ამ პროქსი მიღწევას ცდილობს ახლა პირველი ლიბანი ძალიან მნიშვნელოვანი სირია ძალიან მნიშვნელოვანი იყო ირანისთვის თვალსაზრისით ლიბანი ძალიან რთული ქვეყანაა იმიტომ დემოგრაფიული თვალსაზრისით თქვათ ბოლო 70 წლის მანძილზე 70 წლის ძალიან გაიზარდა შიიტური მოსახლეობის ასე ვთქვათ წილი მოსახლეობაში შემცირდა ძალიან ქრისტიანული მოსახლეობის წილი დაახლოებით ვთქვათ ქრისტიანები ერთ პერიოდში ითვლებოდა ყველაზე მეტი ქრისტიანები იყვნენ ლიბანიას ხმელთაშუა ზღვის გასასვლელი ესე როგორც სირია იყო ირანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა და ძალიან თქვი წარმატებული პროექტია ჰეზბოლახი. ირანის შექმნილია რეალურად ჰეზბოლახი, რომელიც სერიოზულ სამხედრო პოლიტიკურ ძალად არის ქცეული ანგარიშგასაწევ ძალად. ღაზას სექტორს რაც შეეხება მე ვიტყვი ირანი უშუალოდ არის ჩართული აქ, თუმცა ირანი
აქ სიტუაციასაც იყიდე ხაზა სექტორზე დავიწყოთ ლაპარაკი ძალიან ბევრი ასე ვთქვათ ქვედინება არსებობს აქ თვითონ იგივე ჰამასმა როგორ რატო გააკეთა ეს როდეს ლაპარაკობ საშინელებებს აკეთებს ისრაელი ხო ბუნებრივია საშინელებები ხდება მაგრამ გავითვალისწინოთ რით დაიწყო ეს საშინელი ტერაქტით რომელსაც შეეწირა ბავშვები შეეწირნენ და ისრაელელი ბავშვებიც და ქალებიც და ასე შემდეგ ხო ამით დაიწყო 7 ოქტომბერს ხო საუბარი ამით დაიწყო ხო დაიწყო ის წინ მოხდა ის წინ აბრაამის შეთანხმებები ცნობილი ოდესაც პრაქტიკულად ხდებოდა შერიგება არაბულ სამყაროსთან ისრაელისა ანუ ირანის ინტერესებში შედიოდა ამ შეთანხმების პარალელურად. რა თქმა უნდა, ირანის ინტერესებიც იყო აქ, მაგრამ ახლა პირდაპირ ჩართულობს შეიარაღებით, ასე ვთქვათ, ფინანსებით, ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ხამას ხას უჭერს, მაგრამ იდეოლოგიურად გასხოვებულია ხამასისგან ირანის რეჟიმი. პირდაპირ ჩართვაზე ლაპარაკი არის. იმას რაც შეეხება, აქაც ძალიან თავისებური სიტუაციაა და აქაც ეს ვთქვათ, აი შიიტებზე ხუსიტებზე საუბრობენ შიიტებია, ზაიდიტებია და კიდე ერთ მიმართულებაში იზმისა, რომელიც პრინციპში სუნისთან ახლოს დგას ვიდრე შიისთან, მაგრამ ხას უჭერენ. იემენი ძალიან მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ, წითელი ზღვის და ინდოეთის ოკეანის და აფრიკის ზღვის დაკავშირების თვალსაზრისით, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია და ეს სხვა შორის იემენი იყო ჯერ კიდევ ასე ვთქვათ, საჯილდაო ქვა, ანუ დაპირისპირების რეგიონი ბიზანტიასა და სასანტიათე იქიდან მოდის ეს ირანის დაინტერესება ამ რეგიონით იქაც ძალიან რთული სიტუაცია თვითონ იემენი ასე ვთქვათ ისტორიულად ყველაზე დიდარი მხარე დღეს ყველაზე ღარიბი მხარე ხო და ესეთი საკმაოდ დიდი ქვეყანა და იქ ჰუმანიტარული კატასტროფა შეიძლება სირიაში რაც ხდებოდა იმაზე უარესიც კი არის იემენში ხო შემთხვევაში აქ იემენის მომენტიც როდესაც საუდის გარკვეული პერიოდი სხვაშორის მოწესრიგდა სიტუაცია სხვაშორის საუდის არაბეთს გარკვეულ დათმობებს წავიდა ირანის მიმართ მაგრამ დღეს ტრამპმა ისევ საკმაოდ ხისტად დააყენა იემენის საკითხიც და სწორედ ირანის წინააღმდეგ არის ეს მიმართული გასაგებია ირანის წინააღმდეგ პრაქტიკულად ძალიან ბევრი განცხადება გაკეთდა რაც დონალდ ტრამპი გახდა ამერიკის პრეზიდენტი და პირველი პრეზიდენტობის დროსაც არაკლებდა კი ბატონო და ძალიან ბევრი რამე შეიცვალა რაც ტრამპი გახდა პრეზიდენტი საერთაშორისო დონეზე ალიანსები ძალთა ბალანსი ასე შემდეგ ირანი რა პერსპექტივას ხედავს ამ ყველაფერში როგორ შეიძლება მისთვის ხელსაყრელად შეიცვალოს სიტუაცია თუ ეს რახან ამ მიზანში არის პრაქტიკულად ამერიკის მიერ ამოღებული პირიქით უარესობისკენ შეიძლება წავიდეს სიტუაცია ხო ვერ გეტყვით რა შეიძლება პერსპექტივა გქონდეს ირანს წარმოიდგენს რომ რუსეთი იმდენად გაძლიერდება რომ ყველაზე ძლიერი ამერიკაზე ძლიერი იქნება და გამორიცხულია ხო ჩინეთის მიებას ჩინეთი არ არის ის ქვეყანა რომ რაღაცა საკუთარი ინტერესები ვიღაც მოკავშირე აიყვანოს ისეთი რომელიც მის ინტერესებს არ შეესაბამება ხო ამიტომ რაღაც კიდევ ვიმეორებ რომ რაღაცა გამოჩხერილია ირანი ეულად არის გამოჩხერილი ასე თქვა დღევანდელ საერთაშორისო პოლიტიკაში და მით უმეტეს აი საკმაოდ ხისტი ტრამპის საკმაოდ ხისტი პოლიტიკის პირობებში ხა კიდევ ძალიან რთული არის პროგნოზის გაკეთება და მით უმეტეს ისეთი პროგნოზისა რაც ასე ვთქვათ გარედან არა სამხედრო ჩარევით არა გარედან დაფინანსებით ან გარედან მოქმედებებით გარკვეული ასე ვთქვათ ზეწოლით შეიძლება ეს რეჟიმი რამაც შეიძლება ეს რეჟიმი შეცვალოს მაგრამ დღეს ჩვენ არ ვიცით ბევრი რაღაცა რაც შეიძლება ვთქვათ ვიღაც ის გონებაში გეგმის სახით ჩამოყალიბდა ვისაც პოლიტიკის შემოქმედები არიან ყოველ შემთხვევაში ვიცით ის რომ ას თუ ისე სახალბიელო მდგომარეობაშია დღეს ირანი კი ბატონო ტრადიციული კითხვა არის, როდესაც რეგიონში მოქმედ ძალებზე ვსაუბრობთ, ირანი ამ შემთხვევაში მეგობარი თუ საფრთხე საქართველოსთვის. თითქოს არის განსაკუთრებულ საფრთხეს მე ვერ ხედავ ირანისგან. აქ
მეგობასაც ისე ვიმეორებ რომ ჩვენ ცივი კეთილმეზობლური ურთიერთობის დონეზე ჩვენს ინტერესებშია ბუნებრივია რომ მშვიდობიანი რეგიონი იყოს და ჩვენს ინტერესშია რომ ირანი იყოს გახსნილი ქვეყანა ირანი იყოს საერთაშორისო ასპარეზზე ჩართული ასე ვთქვათ ქვეყანა ირანს არ ჰქონდეს სანქციები რის შედეგადაც საქართველოს ბევრს ასე ვთქვათ იხეირებს სატრანზიტო გზების თვალსაზრისით იგივე ტურიზმის თვალსაზრისით რომელიც ისედაც არის ირანიდან მაგრამ კიდევ გადიდება აი სანქციების მომენტი ბუნებრივად უშლის ხელს ურთიერთობებს ახლა კიდევ აზერბაიჯანის და სომხეთის მაგალითსაც ავიღებ ხა სომხეთი და ირანი ძალიან მჭიდრო მოკავშირეები არიან დღეს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები აქვთ და იგივე ყარაბაღის ომი ავიღოთ ეს ბოლო 2020 წლის მოვლენები აქ ბევრი რაღაცა ირანის ინტერესის საწინააღმდეგოდ მოხდიან ინტერესებს ირანი იყო ზოგადად ასე ვთქვათ როგორც თქვი ტერიტორიული უღრევობის პრინციპის მომხრე აზერბაიჯანის ერთიანობას აღიარებდა მაგრამ ამასთანავე ხას უსვამდა რომ სომხური მოსახლეობა იქონდა იყო სომხური მოსახლეობა დაცული იყოს დასში ირანი იყო ყარაბაღში ფაქტიურად ასე ვთქვათ მთავარი სავაჭრო პარტნიორი მონოპოლისტი იყო რეალურად წარმოიდგინეთ ეს მონოპოლია ირანს მოესპა ირანი საზღვარიც კი ყარაბაღის დიდი ფათო ყარაბაღი არ მთიანია მთლიან ყარაბაღი წარმოვიდგინოთ ეს საზღვარიც არის და საზღვარზე გზა იყო რომელთაც შედიოდა ყარაბაღში და შემდეგ ცალკე სომხეთში მეორე გზიდან აი ესეთი მომენტები ესა თქმა უნდა ირანის ინტერესებში არ შედიოდა დღესაც ძალიან ძლიერად არის სომხეთში ირანი წარმოდგენილი ახლა თუ აი ვთქვათ რომ ავიღოთ უმაღლეს დონეზე ოფიციალური ვიზიტები, ну კი ჩავიდა ვთქვათ, ჩვენი პრემიერი ჩავიდა ირანში, მაგრამ უფრო სხვა დატვირთვით სამწუხაროდ აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის უმაღლესი პირების ვიზიტები ძალიან ხშირი არის. ძალიან ხშირი არის, ყოველწლიურად რეალურად არის. აზერბაიჯანთან რთული ურთიერთობა არის საკმაოდ აქ სასაზღვრო დავებით კიდე ეს იდენტისტური ის და თქვათ აზერბაიჯანის თურქეთთან მიბმა და საოცარი იყოს ოდესაც 90-იან წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყარაბაღის კონფლიქტში პირველი 2 წელიწადი დაახლოებით თურქეთი უფრო სომხეთის მხარეს იდგა და ირანი აზერბაიჯანის მხარეს მე შეიცვალა როლები ძალიან უცნაურად და დღეს თურქეთი და აზერბაიჯანი თავარი მოკავშირეებს ლოზუნგიც არის ხო ერთი ორი სახელმწიფო და სომხეთი და ირანი რომელიც ასე ვთქვათ თითქოს არ უნდა იყვნენ ერთად სხვა რელიგიები სხვა ხალხი მაგრამ სომხური დიასპორა საკმაოდ ძლიერი არის ირანში სხვათა შორის ძალიან ახლო კავშირები აქვს და სომხეთი იყენებს სომხურ დიასპორას სხვა შორის იყენებს კიდევაც თქვათ საკუთარ ინტერესების ლობირებისთვის იგივე დასავლეთში ირანი. ძალიან დიდი მადლობა ძალიან საინტერესო საუბრისთვის. ჩვენ კი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ სიმართლე გაცილებით უფრო რთულად ვრცელდება ვიდრე დეზინფორმაცია, ამიტომ გთხოვთ მოიწონოთ და გააზიაროთ ჩვენი პოდკასტი და ასევე გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი, ანუ საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის YouTube და სხვა სოციალური მედიის გვერდები. დიდი მადლობა.